სასამართლო მოусმენს ვიდეო პლატფორმა TikTok-ის წარმომადგენლობას არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ღირს TikTok-ის სრულყოფილად დაბლოკვა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს TikTok-ის სრულყოფილად მუშაობა შტატების ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ TikTok-ი არ გაიყიდება რომელიმე სხვა ამერიკულ კომპანიაზე. ამჟამად TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანია ByteDance, რომელთა დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არსებობს ეჭვები, რომ ამ კომპანიას გადაეცემა ამერიკელი მომხმარებლების პირადი მონაცემები კომპანიას, რომელიც დაკავშირებული არის ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან. სწორედ ამასთან დაკავშირებით სენატში აცხადებდნენ, რომ ეს არის საფრთხე, ეროვნული საფრთხე ამერიკისთვის. აღსანიშნავია ის, რომ დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს TikTok-ის დაბლოკვას თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, თუმცა დღეს ამის წინააღმდეგ გამოდის. დონალდ ტრამპის პოლიტიკა TikTok-თან დაკავშირებით გააგრძელა ჯო ბაიდენის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც და ისინი დათანხმდნენ, რომ TikTok-ი უნდა დაიბლოკოს იმ შემთხვევაში, თუ ის არ გადაეცემა რომელიმე ამერიკულ კომპანიას. ბაიდენსმა და TikTok-მა განაცხადეს, რომ არ გაიყიდებოდა და დარჩებოდა ისევ ბაიდენსის ფლობელობაში TikTok-ი. აღსანიშნავია ის, რომ TikTok-ის თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ უზენაეს სასამართლო მოისმენს მათ არგუმენტაციას და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 170 მილიონმა ამერიკელმა, რომელიც არის მომხმარებელი TikTok-ის, კვლავ შეძლოს სრულყოფილად ამ ვიდეო პლატფორმის გამოყენება. 10 იანვარი არის საბოლოო თარიღი, როდესაც მოусმენენ TikTok-ს, ხოლო უკვე 19 იანვრიდან თუ უზენაეს სასამართლო არ გააუქმებს კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 19 იანვრიდან დაიწყება შეჩერება TikTok-ის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც აქვს უკვე გადმოწერილი ამერიკაში TikTok-ი, მას ვეღარ გამოიყენებს, შეძლებს გამოყენებას, თუმცა გაუქმდება განახლებები და ასევე ისინი, ვისაც ჯერ არ აქვს გადმოწერილი TikTok-ი და შემდგომ დააპირებს გადმოწერას, ამის შესაძლებლობა უკვე აღარ ექნება.